საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, 7 ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველას. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო ანონსით. მოკლედ მაქვს ესეთი შემოთავაზება. პირველი 5 გამომწერისთვის, ვინც მომწერთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, არის ასეთი შემოთავაზება, ჩემგან ერთი უფასო კოუჩინგური სესია. ვინც არ მიცნობთ, გეტყვით, რომ მე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი, მეტაფორული ბარათების კონსულტანტი და ტაროლოგი და ზუსტად აი ეს კოუჩინგური სესია გექნებათ ერთი უფასოდ ჩემგან. პირველ 5 გამომწერს ექნება უფასო სესია. რას მოისაზრებს კოუჩინგური სესია, ხო? პირველ რიგში, ვისაც გენდომებათ და ვინც მომწერთ, უნდა იცოდეთ ის, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ რაიმე მიზანი, ორიენტირებული ვართ მომავალზე და არა წარსულის ტრამვებზე სამუშაოთ. ანუ ჩვენ არ ვართ ფსიქოლოგები, მე ვარ კოუჩი ტრანსფორმაციული, რომელიც მუშაობს აწმყოზე და შემდეგ მომავლის გეგმებზე. უნდა გქონდეთ აუცილებლად მიზანი გამოხატული, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იყოთ გაურკვევლობაში და არ გქონდეთ, ვერ ხვდებოდეთ აი იმ წუთას რა უნდა გააკეთოთ და აი ამის დახმარებაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ გამოვარკვიოთ თქვენი მიზანი, რა გჭირდებათ და რა მიმართულებით უნდა იაროთ და წახვიდეთ. და რა თქმა უნდა, კოუჩინგური კითხვების მეშვეობით ჩვენ გავარკვევთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობებთან დაკავშირებული, ასევე შეიძლება იყოს კარიერა, ფინანსები. ეს სამი საკითხი არის ხოლმე უფრო მეტად გამოხატული. ყოველ შემთხვევაში თქვენ რასთან დაკავშირებითაც გაქვთ მიზანი, იმ საკითხით მომართავთ. და გექნებათ ერთი უფასო სესია ჩემგან. გელოდებით ყველას პირად შეტყობინებებში WhatsApp-ზე ან Viber-ზე მინდა სესია მომწერეთ და დაგიკავშირდებით მე თვითონ. პირველი 5 მონაწილე, ვინც იქნება, მათ ეკუთვნით ჩემგან ერთი უფასო სესია. კარგი, დავიწყოთ. დღევანდელი გაშლა იქნება ასეთი. როგორი სექტემბერი გელოდებათ? გავიგოთ აბა, რადგან მოდის უკვე აგვისტო მთავრდება და სექტემბერი მოდის. შემოდგომის პირველი თვე და გავიგოთ როგორი სექტემბერი გელოდებათ. ჯერ გავარკვიოთ აი ამ წუთას ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე ეს გაშლა. მე მიცვივა კარგი რაღაცა. ძალიან სასწრაფო ინფორმაცია უნდა მივიღოთ ამ ტაროსგან. აბა გავიგოთ რა ხდება. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში ხართ? ჩემი ანგელოზი ცოტა მივწიო. ძალიან საყვარელია, რომ ვუყურებ მომშვიდებს. რა ენერგიებში ხართ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ? საინტერესოა.
რა ხდება ახლა თქვენს თავს? ვიტყოდი იმას, რომ არც ისე ცუდ ამ წუთას, არც ისე ცუდ ენერგიებში. შეხედეთ, კი, რა თქმა უნდა, გულნატკენი ხართ ძალიან. ვიღაცები კვერთხების დედოფლები მიყურებთ. სხვათა შორის გუშინდელ გაშლაშიც კვერთხების დედოფალი ამოვიდა რაღაც ერთ ენერგიებში. ხართ ეთყობა რაღაც უმეტესად ერთი და იგივე პიროვნებები მიყურებთ. ზოგადი ფონი საკმაოდ გულგატეხილი, იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი სრულდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, აი ესეთ ენერგიებში ხართ ახლა ამ წუთას თითქოს აი დაასრულეთ რაღაც ციკლი თქვენს ცხოვრებაში და შემოდის აი ახალი უბრალოდ შემოდის ახალი კი არა, როგორ თქვა, თითქოს გაგიმართლათ, რომ შეძელით და დაასრულეთ ეს ყველაფერი და გადახვედით რაღაცა თქვენ სტაბილურობაში, მეგობრებო. არ ვიცი, ვინ რა სტაბილურობაში გადახვედით. შეიძლება ვიღაცასთან პარტნიორიც მოვიდა ისეთი, ვისთანაც ძალიან სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, ვიღაცა პირდაპირ კარიერაზე გადაერთეთ, აი რაღაცა თქვენ სტაბილურობაში ხართ და დასრულებული გაქვთ აი ეს გულის ტკივილის მომენტები. შეიძლება რაღაცა გულის სიღრმეში მაინც კვალი დატოვა ამ ყველაფერმა, შეიძლება არა დატოვებდა აუცილებლად, მაგრამ აი ეს სიმძიმის მდგომარეობა, რაც ესე ტვირთად გაწვათ ესა ზურგზე, კისერზე. აი ეს მდგომარეობა როგორ არის იცით? ეს მდგომარეობა არის დასრულებული და გამართლება ზუსტად მაგაშია და სიახლე, რომ აი აღარ აძლევთ თავს უფლებას, რომ რაღაცა აი ამ მდგომარეობას, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და შეხედეთ აი ამ არკანზეც როგორი გამოხატულია, ხო თქვენ სად თქვენ, შეხედეთ მზექალი, საოცრება, მიმზიდველი, სექსუალური, შინაგანი ძალით, აი თვითონ არკანიც კი ისეთ არკანზეც ისეთი ნახატია, რომ აი ნახატიც კი ძალას მაძლევს რაღაცნაირად და ესეთი ხართ რეალურად და სად ეს? ხო, ანუ აბსოლუტურად შეუფერებელი მდგომარეობა თქვენთვის, მაგრამ რადგან აღმოჩნდით მაინც ასეთ დეპრესიულ შეხედეთ წვიმს თავზე, რომც არ წვიმდეს, თქვენ მაინც გაწვიმდათ რაღაცნაირად თავზე და ჭექა-ქუხილი იყო თქვენთვის ცხოვრება. აი ეს ყველაფერი სრულდება, მეგობრებო და შეხედეთ როგორი მზე გამოვიდა. შეხედეთ და როგორი ბედნიერია, როგორ სიმშვიდეა თქვენში, რაღაცნაირად აი მშვიდად გრძნობთ თავს. მშვიდი ენერგეტიკა გაქვთ უკვე და არ არის რაღაც ეს ნეგატივები, თითქოს გაუშვით ყველანაირი ნეგატივი თქვენიდან და აი ამ მხრივ გაგიმართლათ ცხოვრებაში, რომ თქვენ ეს ყველაფერი გადაიტანეთ და თავი კი არ მიეცით ამ დეპრესიას და ცუდად ყოფნას და რაღაც ისე მიჯეჭვ მდგომარეობაში კი არ გადახვედით და მუდმივ მოლოდინის რეჟიმში, რაც ხშირად ემართებათ ხოლმე ესეთ მდგომარეობაში ქალბატონებს. არამედ პირიქით რაღაცა თქვენ სტაბილურობაში გადახვედით, ვიღაცა კარიერა აირჩია, ვიღაცამ სთან შემოვიდა ახალი პარტნიორი და მასთან აქვს სტაბილური ბედნიერი ურთიერთობა. თუმცა ყველასთან ერთი და იგივე შინაგანი მდგომარეობა, მეგობრებო, ვინც აი ამას უყურებთ და რეზონირდება მათზე, მხოლოდ ვინც აი ასე გრძნობთ თავს, შინაგანად მშვიდად, ჰარმონიულად, აი ჯანსაღი ენერგიები გაქვთ რაღაცნაირად და აღარ გაქვთ რაღაც ის მომენტი არ გაქვთ, აი არ გჭამთ შინაგანად ნეგატივები და არ ხართ დაძაბული, დეპრესიული და ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. და სიამოვნებას იღებთ თითქოს აი თქვენი ცხოვრებით. სხვათა შორის ვიტყოდი იმასაც, რომ ძალიან ისეთი მამაკაცური და ქალური ენერგიები ორივე წინ წამოწეულია თქვენში. აი რაღაცა ესეც მომდის.
ხო არ ვიცი, რაღაც ეს ინსაიტიც მომევიდა. კარგი. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი წარსულში გაქვთ დატოვებული და შეძლებთ ამ ყველაფრის გადალახვა. მოერიეთ საკუთარ თავს, სხვათა შორის გუშინაც რაღაცა იგივე ამომივიდა, საინტერესოა ძალიან. და ახლა გავიგოთ, როგორი სექტემბერი გელოდებათ. ამასაც ავიღებ. და მიცივა სულ არკანები. კარგად ავჩეხავ. მე ვერთ ასეთი არაფერი დამორჩნია. ნახოთ რა მოიჩქარის რაღაც ძალიან ჩქარობს არ ლაპარაკს. სხვათა შორის დიდი ხანია ეს დასტარ გამომიყენებია და რაღაცა დღეს მომივიდა, ვნახოთ. როგორი სექტემბერი გექნებათ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. მოდი ესე ხარ გავაკეთო პირად ცხოვრებაში, ცალკე და ცალკე კარიერაში. მოდი ესე ვიზახო. როგორი სექტემბერი გექნებათ პირად ცხოვრებაში და როგორი სექტემბერი გექნებათ კარიერაში. ესე. ზოგადად ფონს ვიტყვი, რომ საკმაოდ ჰარმონიული და დაბალანსებული პერიოდი მოდის და ვნახოთ აბა რაღაცა სიახლეებით და აი უყურეთ როგორც წეღან თქვი იმ ბლოკებიდან რაშიც იყავით მეგობრებო, გადადიხართ აი თქვენს ენერგიებში, თქვენ ვინც ხართ სინამდვილეში, აი საკუთარ თავს პოულობთ თითქოს აღიდგენთ ენერგიებს და რაღაცა სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ზოგან ადამიანების სახით, ზოგან ინფორმაციის სახით, რაც მოგიტანთ საკმაოდ ისეთ ჰარმონიულ და დაბალანსებულ მდგომარეობას. კარგი, აბა მოდი ეს კარიერა გადავდოთ ჯერ და დავიწყოთ პირადი ურთიერთობებით. ვაუ. წეღან რაზეც ვსაუბრობდი, ზუსტად ის არკანი. ბედის ბორბალი. ძალიან საინტერესოა. ანუ ეს ყველაფერი წეღან თქვენი ენერგიები უფრო პირად ურთიერთობებს ეხებოდა. და მოდი ვნახოთ. რაღაცა ახალი დასაწყისი მოდის თქვენს ცხოვრებაში, თუ იგივე წრეზე მიდიხართ. მაგრამ მგონია, რომ უფრო ახალი დასაწყისია, იმიტომ რომ აიმე დავირიე. გავიგოთ რა ხდება. ყოველ შემთხვევაში ისეთი დადებითი ენერგიები მოდის ამ არკანიდან. საინტერესოა. რაღაც რა ხდება, აბა გავიგოთ. რა სექტემბრის თვეში რა სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ ახლა. სულ მაღალი არკანები რომ ამოდის. საინტერესოა. ზოგად ფონზეც ვისაუბრებ, ხო? სადაც გქონდათ მეგობრებო ესეთი სასიყვარულო ურთიერთობებში არჩევანი და ამის გამო იყო გაჩერებული ურთიერთობა. აი ზოგადი სიტუაცია ასეთია. ვფიქრობ, რომ უფრო
ну, შეიძლება თქვენც გქონდათ არჩევანი და ამიტომ იყო გაჩერებული ეს ურთიერთობა და შეიძლება თქვენს პარტნიორს ან ორივეს ერთად გქონდათ არჩევანი. ყოველ შემთხვევაში ამ ურთიერთობაში იყო არჩევანი გასაკეთებელი და ამიტომ უბრალოდ არის არჩევანი გასაკეთებელი და ამიტომ არის გაჩერებული ეს ურთიერთობა. კარგი. ყოველ შემთხვევაში თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან ისეთი მაღალ ენერგიებში იქნება, რაღაც ისეთი ცვლილებები, ფუნდამენტალური ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში და ყურე, როგორი სიტუაცია იცით? ვინც იყავით მარტოობაში აი ამ პერიოდში უბრალოდ აი როგორ თქვა ორივე პარტნიორი ყოველ შემთხვევაში ერთმანეთისგან საკმაოდ შორს ხართ ვიღაცები გზაზე ანუ გზა არის თქვენ შორის ფარულობაში ხართ რა მოკლედ ანუ დაფარულები ხართ ერთმანეთისგან და სხვათა შორის ვიტყვი რომ საკმაოდ აი ჭკუას სწავლობთ რაღაც აი ამ სიტუაციაში ბევრს ფიქრობთ და აანალიზებთ ამ მარტოობაში ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ხო ძალიან და აი ამ არაფრიდან თითქოს შეხედეთ როგორი უდაბნოა არანაირი არაფერი არ არის თითქოს წყალი არ არის რომ დალიოთ და გადარჩეთ აი ამ უდაბნოდან რაღაცა ახალი შანსი მოდის და ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან საინტერესოა აი ამ მარტოობაში როცა ხართ ხომ აი საკმაოდ ვითარდებით სულიერად აი მარტო ისე კი არ ხართ დეპრესიულად და რაღაც აი გამოკეტილი ოთახში და არავის დანახვა არ გინდა და არა აი უბრალოდ მარტო ხართ და აი თქვენს განვითარებაზე ფიქრობთ აი რაღაცა ეს მომენტია ცდილობთ რომ მარტომ გაანათოთ თქვენი ცხოვრება და ისწავლოთ მარტო ყოფნით ბედნიერების მიღება. აი ეს მომენტი გაქვთ. თუმცა რაღაცა ახალი შანსი მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში და აბა გავიგოთ რა შანსია ასეთი. რა შანსი მოდის სექტემბრის თვეში თქვენს პირად ცხოვრებაში. აი არ არსებობს ღმერთო. ფონეთ ისე იგივე არკანებს მიჩნევს ასეთი მეტყველი გაშლა კაიხანი არ მქონია. ვიტყოდი იმას რომ ვერ ვიტყვი იმას რომ ახალი პიროვნება, მაგრამ აი ის ვისთანაც იყო ეს სიტუაცია რომ არჩევანი იყო გასაკეთებელი ეს პიროვნება მოდის თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ცოტა დააგვიანდა მაგრამ რაღაცა ნაბიჯებს გადმოდგამს რაღაცა შემოთავაზებით მოვა არჩევანს გააკეთებს ყოველ შემთხვევაში მეგობრებო აი ასეთი დაბლოკილი მდგომარეობიდან რაღაცა სიახლეში გადახვალთ, თუმცა თქვენი მხრიდან საკმაოდ ისეთი იქნება ნაბიჯების გადადგმა, ცოტა არ იყოს შეიძლება შეგეშინდეთ, ხო? კარგი, აბა მოდით ვნახოთ რა სიახლე მოდის კიდევ უფრო მეტად დავაზუსტოთ. რა სიახლე მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში. აჰა. საინტერესოა.
აი ეს ჰარმონია და დაბალანსება მეგობრებო, წაღარაც გითხარით. მოდის პიროვნება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის პიროვნება, ვისაც არჩევანი ქონდა გასაკეთებელი, მოდის თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებისთვის და ჰარმონიისთვის. კიდევ რისთვის მოდის ეს პიროვნება სექტემბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში? აი სადაც იყო ეს სამკუთხედური სიტუაცია, მეგობრებო, ვიღაცა მესამე იყო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება ეს მესამე პირი არ იყო ვინმე სხვა ქალი ან სხვა კაცი პარტნიორის მხრივ და იყო უბრალოდ ოჯახის წევრი ან მეგობარი, ვინც ხელს გიშლიდეთ, ხო? აი ეს სიტუაცია ინგრევა აბსოლუტურად და ახალი შანსით მოდის ეს ადამიანი. თქვენ კი ცოტა შეგეშინდებათ აი ამ შანსის მიღება და ისევ შანსის მიცემა უბრალოდ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ცოტა ისეთი წინა გამოცდილება რაც გაქვთ, მოკლედ, ცოტა შეგეშინდებათ, რომ კიდევ რაღაცა ისეთ სიტუაციაში არ ჩავარდეთ. თუმცა საკმაოდ დიდი სტაბილურობით, ბედნიერებით და აი ასეთ მდგომარეობაში გადასვლისთვის ემზადებით სექტემბრის თვეში. უყურე იმპერატრიცას პოზიციაში. ვიღაცისთვის იქნებით მეუღლე, ვიღაცისთვის უბრალოდ ისეთი ურთიერთობა გექნებათ, რომ თქვენ იქნებით მარტო ამ ურთიერთობაში და სხვა მესამე პირი არა, მთავარი ადამიანი იქნებით რა, მოკლედ და მთავარი პიროვნება იქნებით მისთვის. ხო. და ბედნიერება და ჰარმონია, სტაბილურობა მოაქვს ამ სექტემბერს და ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში. თუ მიიღებთ ამ შანსს, სხვათა შორის. რადგან თავში ამოვიდა ისეთი გულგატეხილი სამიანი ხმლების მდგომარეობა, ვფიქრობ, რომ თქვენს ურთიერთობაში იყო ვიღაცა მესამე პირი ნამდვილად და არჩევანიც ამიტომ მქონდა ამ პიროვნებას და არჩევანს აკეთებს ეს ადამიანი. სხვათა შორის ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი წარმატებული, სტაბილური პიროვნება არის, ცოტა შეიძლება ნელი იყოს ურთიერთობებში და ნელა ავითარებდეს, მაგრამ საკმაოდ შემდგარი ფინანსურადაც, კარიერულადაც ძალიან ისეთი გაწონასწორებული პიროვნება არის. ხო. ყოველ შემთხვევაში აი ეს სამკუთხედური სიტუაციები ინგრევა თქვენს შორის და მოდის ახალი შანსი, რომელიც მოგიტანთ უდიდეს ბედნიერებას. ვიღაცას ოჯახს, ვიღაცას სტაბილურ ურთიერთობას. ხო. კიდევ რას მოგიტანთ სექტემბრის თვე პირად ურთიერთობებში? ხო. იგივეს მაჩვენებს, მეგობრებო, აი ასეთი გატეხილი გულიდან გამოსვლა, მოკლედ და ახალი შანსების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში და საკმაოდ ისეთი შანსები იქნება, იცით როგორი, აი ამ ერთ რაღაცა ტანჯველი, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში, აი ამ ციკლს რომ დაასრულებს. და გამოგიყვანთ აი ესეთი მძიმე მდგომარეობიდან. ხო, ესეთი მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც აი ამ წუთას ხართ. თუმცა მაინც გადალახული გაქვთ თქვენ თვითონაც მარტო ხართ და მარტომ გადალახეთ ეს მდგომარეობა და როგორც წეგამ თქვი თავში დასაწყისში, რომ რაღაცა მაინც გაქვთ დარჩენილი ეს გულის ტკივილი ამ ურთიერთობაში, აი ამ ყველაფერს დაგავიწყებთ, მეგობრებო, და რაღაცა ახალი შანსი, ახალი დასაწყისი გექნებათ ცხოვრებაში. ვიღაცას მართლა შეიძლება ოჯახი შექმნათ და
შვილებზეც იფიქროთ, რადგან საკმაოდ ბევრი ამოვიდა ესეთი ორსულობასთან დაკავშირებული არკანი და ვიღაცასთან უბრალოდ სტაბილური ბედნიერი ურთიერთობა გექნებათ. გადავიდეთ კარიერაზე ახლა. საინტერესოა. ხმლების დედოფალი. კარიერაზე ხმლების დედოფალი, აი ადამიანი ცივი გონებით, თავდაჯერებულობით, დიდი გამოცდილებით და რაღაცა ძალიან დიდი წარმატებით და ვნახოთ აბა რა ხდება თქვენს კარიერაში სექტემბრის თვეში. რა შემოდის თქვენს კარიერაში სექტემბრის თვეში? მინდა ვთქვა ჯერ თავიდან ის, რომ საკმაოდ ტრანსფორმაციული ცვლილებების პერიოდი არის თქვენს კარიერის მხრივ, რაც საკმაოდ გაძლიერებთ სხვათა შორის, მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ისეთი ცუდი პერიოდია, უბრალოდ შეიძლება რაღაცას ცვლით, ხო? აი რაღაცა ცვლილებები მიმდინარეობს თქვენს კარიერაში და უფრო ძლიერდებით სხვათა შორის და ანუ ცვლილებები მიმდინარეობს უფრო თქვენი კარიერის მხრივ გაძლიერებაში, ანუ უფრო მეტად გადადიხართ ვიღაცა უფრო მაღალ ლეველზე. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? უყურეთ, შემოდის ახალი შემოთავაზებები, ასე ვთქვათ. რაც იქნება უფრო მეტი, ვიდრე ის, რაც წარსულში გქონდათ. წარსულში რაც გქონდათ კარიერის მხრივ, ეს საკმაოდ მწირე იყო თქვენთვის შემოსავლების მხრივაც და თქვენ სტატუსზეც, აი უყურეთ, უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ თითქოს, თქვენ აი ისეთ თანამდებობაზე იყავით, შეიძლება რაც თქვენ არ შეგეფერებოდათ და თითქოს თქვენ უფრო მეტის ღირსი ხართ და მეტი შეგეფერებათ, რადგან აი ეგ უყურეთ თქვენი დახასიათება ისეთია, რომ საკმაოდ გამოცდილი ხართ რაღაც საქმეში, რასაც თქვენ აკეთებთ და აი ახლა რა ეტაპზეც ხართ, იმაზე მეტი შეგეფერებათ, ვიდრე ამ წუთას ხართ, იმაზე მეტს იმსახურებთ. და შემოდის ზუსტად ეს ახალი შემოთავაზება თქვენთვის. აი წეღანაც ვთქვი, რომ ცვლილებები მოდის, რაც გაძლიერებთ უფრო მეტად. ანუ რაღაცა მაღალ საფეხურზე გადადიხართ უფრო, საინტერესოა. კიდევ რა ცვლილებები შემოდის კარიერაში, თქვენს ცხოვრებაში, აბა ვნახოთ. რა ცვლილებები შემოდის სექტემბრის თვეში თქვენს კარიერაში? ძალიან მაგარია. ისეც დავდებ. უყურეთ, აი ეხლა თუ ხართ აი როგორ სიტუაცია იცით, რომ თქვენ აი იმას, რასაც აკეთებთ, აი ამ საქმიანობაში ნამდვილი ვარსკვლავი ხართ რა, ანუ მაგრამ შეიძლება არ ჩახართ ამ წუთას, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ დაბრკოლებებს ლახავთ, თითქოს აი შეიძლება ბევრი მტერიც გყავთ, იცით და გიწევთ აი ამ შურიანი ხალხის ჩამოშორება რაღაცა, აი თითქოს ხელფეხს გიკრავენ, რომ აი არ განვითარდეთ და წინ არ წახვიდეთ, მაგათზე წინ არ წახვიდეთ. იცით, რატო ისინი გრძნობენ, რომ თქვენ უფრო მეტი პოტენციალი გაქვთ, თქვენზე მეტად გრძნობენ და ცოტა შიშიობთ ამის. და საკმაოდ ბევრი გყავთ გარშემო აი ასეთი პიროვნებები. და
ამის მიუხედავად თქვენ მაინც გაქვთ იმის იმედი და რწმენა, რომ აი ახალი რაღაცა შემოვა, ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და ასეც იქნება, მეგობრებო. ვიღაცა თან შეიძლება ისე რეზონირდეს, რომ აი როგორ ვთქვა, ვიღაც პარტნიორი გამოგიჩნდეთ ისეთი, რომ დაგეხმაროთ აი ამ უფრო მაღალ ეტაპზე გადაგიყვანოთ რა. ვიღაცა პიროვნება გამოჩნდეს ისეთი, ვინც დაგეხმარებათ პირიქით. ანუ ზოგი ხო არის ისეთი, რომ ძალიან უკან გხევენ თავიანთი ქმედებებით და შურით და გამოჩნდება შეიძლება ისეთი პიროვნება, ვინც დაგეხმარებათ, რომ უფრო წინ წახვიდეთ. მაგრამ ვიღაცასთან რეზონირდება ისევ, რომ თქვენ უფრო მეტად შეამჩნევთ საკუთარ ღირსებებს, საკუთარ თავს და შეძლებთ, რომ საკუთარი თავი თვითონ გადაიყვანოთ, დააფასოთ თქვენი თავი და აი ისინი, ის თქვენი მოშურნეები, როგორც გიყურებენ, ისე დაინახოთ თქვენი თავი, რომ ისინი რეალურად აღგიქვავენ თქვენ და თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ უფრო მეტად თქვენს შესაძლებლობებს, ვიდრე გაქვთ. ანუ და აი ამას შეამჩნევთ თქვენს თავში და დაინახავთ. და ეს გადაგიყვანთ ზუსტად იმ მაღალ ეტაპზე. საკმაოდ შემოდის ის მომენტი, რომ თუ აი ბევრი პასუხისმგებლობა გქონდათ სამსახურში, ხო, აი აკიდებული რაღაცა ზურგზე, იმდენი თითქოს სხვის საქმესაც თქვენ აკეთებდით, აი ეს მომენტი გექნებათ, რომ თქვენ უფრო რაღაცა სიმკაცრეს ჩართავთ და თითქოს აი ყველამ თავის საქმე აკეთოს, რომ თქვენ უფრო მეტად თქვენს საქმებზე გადაერთოთ და წინ წახვიდეთ. სხვათა შორის აი ამ ეს ქმედება მოგიტანთ შედეგსაც, მეგობრებო, აი ასე რომ ისავთ. ცოტა მკაცრად კი გამოგივათ, რადგან სხვა გზა არ გაქვთ, ანუ თქვენი თავისკენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, გაიგე და მოგიწევთ აი ესე მკაცრად რომ დაუდგეთ ცივი გონებით და მკაცრად და ანუ თქვენი საქმეები აკეთოთ უფრო მეტად ვიდრე სხვისი. და ეს მოგიტანთ საკმაოდ დიდ შედეგს. კიდევ რა შემოდის კარიერაში სექტემბრის თვეში? რა სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში სექტემბრის თვეში? ეს ორი ერთად ამოვიდა და აბა ვნახოთ რა სიახლე შემოდის. როგორ რეზონირდება კარიერაზე ახლა ეს არკანები? ნახავე გეტყვით. სრულდება ის მომენტი, მეგობრებო, სადაც ვიყავით აი ესე დინებას რომ იყვებოდით და ეს დინების მიყოლა რა იყო? ვერ ავლენდით საკუთარ თავს. ჩაკეტილი იყავით და ეს ჩაკეტილობა და საკუთარ თავს რომ ვერ ავლენდით და ვერ გაფასებდნენ ამის გამო, საკმაოდ დეპრესიაში გაგდებდათ და განიცდიდით ამ ყველაფერს, გული გქონდათ გატეხილი, თითქოს ვერ ხედავდნენ თქვენ შესაძლებლობას, რადგან თქვენ თვითონაც ვერ ამჩნევდით იმდენად და აი ეს ყველაფერი არ ვიცი, რა სხვა ეტაპზე გადადიღართ რაღაც განვითარების, თითქოს მოგბეზრდებათ ეს ჩრდილში ყოფნა და აი გამოანათებთ, მეგობრებო, როგორ გამოანათებთ, იცი რომ აი დაჩრდილავთ ყველას, იმიტომ რომ ვიღაცები ძალიან ბევრი ხალხი გაგიცნობთ, ვიღაცასთან შეიძლება ისე რეზონირდეს, რომ აი არ ვიცი ვინ რას აკეთებს, ხო? აი შეიძლება სოციალურ ქსელში რაღაც თქვენ საქმიანობის შესახებ გაიგონ, ვიღაცა უბრალოდ ბევრ ხალხთან მოგიწიოთ კონტაქტი და ბევრი თუ ისეთი მომხმარებლები გყავთ, მომხმარებლებთან გიწევთ ურთიერთობა კლიენტებთან, ხო, აი ბევრი კმაყოფილი ადამიანი იყოს თქვენს გარშემო და თქვენ რაღაცა ძალიან სავსედ გრძნობდეთ თავს და ძალიან შემოსავლების მხრივაც აი ძალიან მაღალ ეტაპზე გადახვალთ, ვიდრე ახლა ხართ. შეხედე ახლა როგორ ხართ, აი ძალიან მწირი შემოსავალი გაქვთ, რაც აი თქვენს შესაძლებლობებს არ შეეფერება და შემდეგში გადახვალთ 9 პენტაკლებში, აი სექტემბრის თვეში თვე გექნებათ აი ასეთი ძალიან შემოსავლიანი, დაფასებული და უფრო მეტად რომ გაგიცნობენ ხალხი და უფრო მეტად დაინახავენ თქვენს შესაძლებლობებს და შეიძლება ვიღაცები გაგურებულებიც კი დატოვოთ.
ძალიან მაგარია, კარგი პროგნოზებით მოვედი დღეს. მეც მიხარია ხოლმე ესეც კარგ პროგნოზებს რომ ხედავ და მაჩვენებს ტარო, ამიტომაც ჩქარობ და ეთყობა რომ ასეთი კარგი სიახლეები უნდა ეთქვა. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, კარიერაშიც, პირადშიც, ვისთვის რა არის პრიორიტეტი. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს შემოთავაზებას, ვისაც გნებავთ coach-თან კონსულტაცია, ერთი სესია გექნებათ უფასოდ პირველ 5 გამომწერს, ესე ვიტყვი, პირველ 5 ადამიანს მომწერეთ პირად შეტყობინებებში მინდა სესია ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 და WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირველ 5 ადამიანს დაგასაჩუქრებთ ჩემთან ერთი კოუჩინგური სესიით. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, დროებით